ჩვენ ავიღეთ 58 საქმე 2004 წლიდან მოყოლებული დღემდე. ეს საქმეები არის ის საქმეები, რომლებიც შეეხება უშუალოდ კონვენციის მე-6 მუხლს, ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, მაგრამ ასევე კონვენციის სხვა მუხლებს, სადაც დარღვევა გამოიწვია უშუალოდ სასამართლოს სისტემაში არსებულმა ხარვეზებმა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრობლემები, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს, არის სისტემური და წლების განმავლობაში სამწუხაროდ ეს პრობლემები არ გვარდება. მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა. ეს გარდა იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემაზე, მუდმივად ვსაუბრობთ ასე ვთქვათ, არაფორმალურ გავლენებზე სასამართლოში, ეს ბუნებრივია, შემდგომ უკვე ითარგმნება კონკრეტულ საქმეებში მხარეთა თანასწორობის დარღვევაზე და მოსამართლის ან სასამართლოს მიკერძოებულობაზე. ასევე ხშირი არის შემთხვევები, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, ან მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც საქმისთვის იქნებოდა საქმის გადაწყვეტისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი არ არის შეფასებული და სწორედ ეს იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. აქ გასათვალისწინებელი არის ის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა წესით სასამართლოებისთვის უნდა იყოს პროაქტიულად გამოყენებადი. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებიც იყო მიღებული ბოლო პერიოდში, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი გამოწვევები არის ამ პრაქტიკის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით და რეალურად ასე ვთქვათ, გამოკლეული მტკიცებულებების, შემდგომ დასაბუთების, სტანდარტების და ამ ყველაფრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების კუთხით. ასევე კვლევაში აღნიშნულია, რომ აი ამ საქმეებზე პასუხისმგებელი მოსამართლეების ნაწილი დღემდე აგრძელებს საქმიანობას სასამართლო სისტემაში და ბევრი მათგანი დაწინაურებულია კიდეც არც მეტი არც ნაკლები, ხო? აი რამდენად მასშტაბურია და რამდენად წვავედ დგას აი ეს კონკრეტული პრობლემა დღეს საქართველოში? აი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა საქართველოში, ამაზე მეტყველებს სტრასბურგის სტატისტიკაც. საქართველოსთან მიმართებით სამართლიანი სასამართლოს უფლება არის სწორედ ის უფლება, რომელიც ყველაზე მეტჯერ არის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მიერ დარღვეული სხვა მუხლებთან შედარებით. აქ ასევე ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებაზეც, რომ სამწუხაროდ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ქვეყანაა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით. ეს სტატისტიკაც არის ოფიციალური გამოქვეყნებული. ოფიციალური სტატისტიკა და მხოლოდ 4 ქვეყანა, ასე ვთქვათ, ჩამორჩება, მათ შორის რუსეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, მალტა, ეს ქვეყნებია მხოლოდ და ეს ნიშნავს იმას, რომ ის სისტემური რეფორმები, რაც რეალურად სახელმწიფომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ ეს დარღვევები აღმოიფხვრას და შემდგომ აღარ შეილახოს ადამიანის უფლებები და კონკრეტულად სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამწუხაროდ მოუგვარებელი რჩება. აქ მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ეს ყველაფერი დავინახოთ იმ ზოგად კონტექსტში, რაც დღეს ქვეყანაში არის, ადამიანის უფლებების მწვავე კრიზისი და მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები, სამწუხაროდ სასამართლო არის ერთ-ერთი ასეთი მიტაცებული ინსტიტუტი, სადაც არაფორმალური გავლენები და პოლიტიკური გავლენები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილებების მიღებაში. ამის გამოვლინება არის ისიც, რომ თუნდაც ის მნიშვნელოვანი კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რაც მოსამართლეების მიმართ ნდობას გაზრდიდა და სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის, ასე ვთქვათ, სასარგებლო იქნებოდა და რაც იყო ასევე კომისიის რეკომენდაციაც, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს და სასამართლოს აქვს ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება და იმ მოსამართლეებს მცირე ნაწილს, რომელიც ამაზე დადებით ასე ვთქვათ, პოზიციას გამოხატავენ, გარკვეულწილად მათ მტრული დამოკიდებულებაც კი. და მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ დარღვევებზე, ხო, კიდევ ერთხელ გამოავლინა ეს პრობლემები, კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ ბევრ ადამიანს დაანახა, რომ ხშირად სასამართლო, როდესაც იღებს გადაწყვეტილებებს, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რამდენად თვალსაჩინო არის მტკიცებულებები, მნიშვნელოვანი არ არის, რამდენად ასე ვთქვათ, წინააღმდეგობრივი არის შესასწავლ მტკიცებულებები, ის არის ტენდენციური და მიკერძოებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მიმდინარე პროტესტის ფარგლებში, ამას ამბობთ? ეს გამოიკვეთა მიმდინარე
პროტესტის ფარგლებში, უფრო ასე ვთქვათ, მასშტაბიდან გამომდინარე, ალბათ საზოგადოებამ უფრო კარგად აღიქვა ეს პრობლემა, თორემ ეს პრობლემა უკვე წლები არსებობს, მათ შორის იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს მოხილული, ეს პრობლემა იქაც არის დაიდენტიფიცირებული, ჩვენი საია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში წლობით არის უკვე ამ პრობლემაზე საუბარი. ხო, თქვენ აი ნაწილობრივ ახსენეთ, რომ აი კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები რაღაცნაირად ვერ ნაწილდებიან მნიშვნელოვან საქმეებზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამის თანადროულად ქვეყანაში მოქმედებს საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენს მაყურებელს რომ აუხსნათ, თუ შეიძლება, აი როგორ ხდება მოსამართლეების შერჩევა საქმეების მიხედვით. აქ მოსამართლეთა საქმეებზე განაწილებაზე უფრო მეტად პრობლემა რაც ამ საკითხს, ასე ვთქვათ, ამწვავებს, არის ერთის მხრივ ასე ვთქვათ, მოსამართლეების შედინება სისტემაში და ამაზე კონტროლი და გადაჭარბებული ძალაუფლება უზენაესი საბჭოს, რომელიც უმაღლესი საბჭოს, რომელიც ასე ვთქვათ, აქაც არის ტენდენციური და გარკვეული კორპორატივიზმი და კლანურობა აქაც იკვეთება და ის დასჯის მექანიზმები, რაც არსებობს სხვადასხვა მოსამართლეების მიმართ, მაგალითად დისციპლინური სანქციების გამოყენება ან მივლინების გამოყენება, როგორც დასჯა კრიტიკული მოსამართლისთვის, სამწუხაროდ ეს გარდა იმისა, რომ არსებობს როგორც სამართლებრივი მექანიზმი, სამწუხაროდ არსებობს როგორც პრაქტიკაც, რასაც მათ შორის სტრასბურგის აი ჩვენს მიერ გაანალიზებული საქმეებიც ავლენს და ასევე მოსამართლეთა დანიშვნაზე, ასე ვთქვათ, ტენდენციურობა, როდესაც სისტემაში ახალი კადრების და კრიტიკულად განწყობილი კადრების შედინებას გარკვეულწილად ხელს უშლის უკვე არსებული ის გავლენები, რომელიც ამ სისტემაში არის. და ბოლოს თქვენს ანგარიში აღნიშნულია, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა სერიოზულადაა შერყეული როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და თქვენივე შეფასებით ამას ადასტურებს მათ შორის დასავლური ქვეყნების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების ფაქტები, ხო? ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ. აი თქვენ როგორც ანალიტიკოსი ამ სფეროში მომუშავე ადამიანი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აი რაში ხედავთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ სისტემა უფრო მეტად გაჯანსაღდეს და აი თქვენივე შეფასებით აი ეს დაკარგული ნდობა აღდგეს, ასე ვთქვათ. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეფორმები, რომლებიც ტარდება, იყოს არა ფრაგმენტული, არამედ ყოვლის მომცველი, სიღრმისეული და მიზნად ისახავდეს სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ამისთვის ეს როგორც რეკომენდაცია მათ შორის ევროკომისიის მიერაც იყო განსაზღვრული და ევროინტეგრაციის პროცესშიც სანამ ეს პროცესი, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეაჩერებდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აქ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების ახალი მექანიზმის დანერგვა, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, სისტემასთან ერთად არის აქ მოსამართლეების მიმართ ნდობლობა, მათი არაფორმალური გავლენების ასე ვთქვათ, გამო, რომელიც სისტემაში არსებობს, ჩვენ მიერ დაიდენტიფიცირებული მოსამართლეებიც, რაც თქვენ ახსენეთ, რომლებიც მნიშვნელოვან დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები და ისევ სისტემაში არიან, ეს კიდევ უფრო ზრდის ამ ნდობლობას და აი ამ ინსტიტუციურ რეფორმებთან საკანონმდებლო სივრცისfleებასთან ერთად მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს უშუალოდ მოსამართლის მიმართ, მოსამართლეების მიმართ ნდობა მიღწეული იყოს, მათ შორის ასეთი მექანიზმების შემოღებით, რაც რაღაცნაირად შეძლებს ამ სისტემის გაჯანსაღებას, რომელიც უკვე მრავალი წერილია უფრო და უფრო ჩაკეტილი ხდება.